სანამ ვიდეო დაიწყება დამასაბსქრაიბე გთხოვ. ვიწყებ. წარმოიდგინეთ, რომ ხართ სელენა გომესის შეყვარებული გოგო, რომელიც 5 წლიდან ცნობილია, 5 წლიდან ყავს ფანები და ერთ-ერთი პიროვნება, ვისაც ყველაზე მეტი გამომწერი ყავს Instagram-ზე, მგონი 5-ში შედის თუ 3-ში. რამდენი ფანი ყავს ამ გოგოს და მას უყვარდებით. ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ, ლამაზ, განათლებულ, ნიჭიერ ახალგაზრდა ქალს უყვარდებით და ყველა თქვენ გაბულინგებთ, იმიტომ რომ არ შეეფერებით მას. რახან ის ძალიან ლამაზია და თქვენ არ ხართ ისეთ მიმზიდველი. აი ესეთ სიტუაციაში არის ბენი ბლანკო. ეს არის სელენა გომესის საქმრო. დღევანდელი გადაცემა იქნება სელენაზე, ბენიზე, მათ წყვილზე და ისევ სამკუთხედზე. ჯასტინ ბიბერი. ამ ვიდეოშიც იქნება ნახსენები. I'm sorry, but რაღაცნაირად არის ეს პიროვნება გარეული ყველგან. Sorry. შეხსენება. არის ერთი რაღაც, რასაც კაცების შესახებ ვერ ვიგებ. ერთვებიან საკმაოდ დიდ კონფლიქტში საკუთარ ცოლებთან, ამტკიცებენ რომ არიან მართლები, მაგრამ რაც არ უნდა მართალი იყო, თუ შენი ცოლი ნაწყენი და გაბრაზებულია, ესე იგი შენ ეს ომი წააგე. მაგრამ ჯობია აღიარო, რომ კი, მე ვარ სულელი, თავი დახარო და შენს ცოლს მოაგვებინო არგუმენტი. ბედნიერი ცოლი, ბედნიერი ცხოვრება. ყველა ნეგატიურ კომენტარს და ყველა დეზინფორმაციას წავშლი კომენტარებიდან. ვარსკვლავი, რომელმაც საკმაოდ ბევრი გონი გარეთ ძაღლმა შეჭამა გოგომ. აღარ ისმის გოგოს ხმა. მოკლედ, რას ვუმობდი? ვარსკვლავი სელენა გომესი. მან გამოიცვალა ძალიან ბევრი პარტნიორი. გარდა ჯასტინისა, მის წარსულს თუ შეიძლება რომ აღარ შევეხოთ საერთოდ. ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით. ეგონა რომ მთელი ცხოვრება მარტო დარჩებოდა და ვერასოდეს ვერ ნახავდა იმ გულის სწორს და იმ სატრფოს, რომელსაც ეძებდა. მაგრამ ჰოისაოცრებაო, აქ გამოჩნდა ბენი ბლანკო, რომელიც არის იმედია ქართულად სწორად ვამბობ მის სახელგვარს. ბენი ბლანკოს აქვს საკმაოდ ბევრი ჯილდო აღებული. ბენი ბლანკოს მიერ შექმნილი სიმღერები. ალბათ წარმოდგენაც კი არ გაქვთ. აი ეს ძირითადებს დავდებ. აი ესენი არის მისი ნამუშევრები. წარმოგიდგენიათ? ანუ პიროვნება, რომელიც ამ ყველაფრის უკან იდგა. გირჩევთ უბრალოდ მისი დაწერილი სიმღერების სია ნახოთ Google-ში, იმიტომ რომ ეს არის სასწაული ხალხნო. რაც შეეხება ბენის და ჯასტინის ურთიერთობას, ანუ სელენას ყოფილი ხო იყო ჯასტინი. აქ სიაშიც იქნება ჯასტინთან ერთად ჩაწერილი სიმღერები და კლიპიც აქვს გადაღებული საერთო. In a video. I'm Benny Blanco. It's for Lonely. Song with Justin Bieber. Yeah. I'm a little wet. A little bit wetter than I'd like. Why? ცხელი ნიუსი. ჯასტინმა ბენი დაანახულოვა ფოტოსესიის შემდეგ, სელენასთან ფოტოსესიის შემდეგ. სელენა იყო პირველი, ვინც გამოხატა იმის სურვილი, რომ ბენისთან დაახლოებულიყო. სელენა მიწერა, რომ თუ გცალიაო, გავისეირნოთო. და ბენიმ დღეს ვარ მცალიაო, მეგობრებთან ერთად მივიდივარ შეკრებაზეო და შენც წამოდი ჩემთან ერთადო. და მან სელენა მახსნა, რომ ამ პაემნისთვისო ეს კაბაო არ უნდა ჩამეცვალო თუ რაღაცა. ხვდებით? ნამიოკი. აჰა. ბენი გაგიჟდა, იმიტომ რომ მას მიაჩნდა წარმოუდგენლად ის ფაქტი, რომ შეიძლებოდა სელენა გამხდარიყო მისი შეყვარებული. არამწუ საცოლე. რადგან ყველა, წარმოიდგინეთ, მთელი მსოფლიო გაბულინგებს ვიზუალზე. ანუ მთელი მსოფლიო იცის შენს ფრჩხილებზე, შენს სახეზე, შენს წარბებზე, შენს თმებზე არავის არ მოწონხარ. არავის. სელენა? ვაუ. გიკეთებს კომპლიმენტს, წარმოიდგინეთ უბრალოდ. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა მის თავში. ურთიერთობის გასერიოზულების შემდეგ უკვე ფოტოები დადეს, ატვირთეს Instagram-ზე საერთო ფოტოები დაიდო. და რა თქმა უნდა, სელენა გომესის ფან-კლუბი გამოხდა, გამოვარდნენ. დაესივნენ ბენის და ეს იმახინჯეს სადნახე და ამაზე კაი კაცი არ დადის. მსგავსი კომენტარები გაუკეთეს.
სელას რა ეკნა, რაღაც თქონდა დაეცვა მის საყვარელი ადამიანი, ადგა და კომენტარებში პასუხის გაცემა დაუწყო საკუთარ ფანებს. ანუ საკუთარ ფანებს დაუპირისპირდა. წარმოგიდგენიათ? რატომ უნდა დაიცნო ბენისნარი ბიჭი? სელინას არ შეეფერება რა, რახან მე ძალიან ლამაზი ვარ, მეც ძალიან ლამაზი შეყვარებული დამყავდეს? არ არის გამორიცხული ეგ ყავდეს, მაგრამ რატო სილამაზით და გარეგნობით უნდა ავარჩიო? სილამაზით და გარეგნობით არჩეული ხალხი აღარ ვიტყვი, თქვენ გეცოდინებათ პასუხი. ნუ მე კაცებზე მაგ საუბარი თორე ქალებზე ყველა ქალი ლამაზია. Of course, ბენი რამოდენიმე თვეში სელინას ხელი თხოვა. 9 მილიონიანი ბეჭედით თხოვა ხელი. რაც ძალიან ლამაზი ბეჭედია. მინდორში ლამაზად ხელი თხოვა. მოსაყოლები არის. ასეთი ჭორები დადის, რომ რეალურად ბენიმ სელინას ხელი თხოვა აგვისტოში. და სურათები დადეს მოგვიანებით, რადგან აგვისტოში გაუჩნდა ბავშვს. რახან ბავშვი ეყოლა ჯასტინს, მაგის გამო ხელის თხოვნის ფოტოები არ დადეს, იმიტომ რომ სელინა მიზუნა იმაზე, რომ ისევ ომი არ დაწყებულიყო სელინას და ჯასტინის შორის, რომ აი რახან იმას ბავშვი ეყოლა, ამათმა ესე ხელის თხოვეს და რაღაც და შოუ რო არ დაედგათ, დრო გაიყვანეს და შემდეგ ატვირთეს ეს ფოტოები. ესეთი ეჭვები დადის, რო იცოდეთ. ნუ ჭორები პროსტ. იო, აი ახლა უნდა ვახსოვთ ჯასტინ. ხახნო. სელინას რო ხელი თხოვეს, მეორე თუ მესამე დღეს, შეგიძლიათ პოსტი გადაამოწმოთ. ჯასტინმა დადო ინსტაგრამზე სურათი მისი და ჰეილის. ძალიან ჩახუტებული, ძალიან საყვარელი, ძალიან ლამაზი სურათი დადო. მაგრამ მუსიკა ისეთი შეურჩია, სიმღერა. თუმცა ჯასტინი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, და გუშინდელი ვიდეოები ისეთი დაიდო ჯასტინის, რომ აშკარად იმედი მაქვს ძალიან კარგად იქნება. რადგან საკმაოდ არ მომწონს იმ ვიდეოში ჯასტინი. რაც აიტვირთო. ვაუ. ასევე ბენი ბლანკო მისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან სურს მას და სელინას ყავდეთ შვილები, მაგრამ სამწუხაროდ სელინას არ შეუძლია ბავშვის ყოლა, მისი ოჯახმსხმელობიდან გამომდინარე, თუ ბავშვს გააჩენს, შეიძლება მან მიიღოს სიანი, ან პირიქით ბავშვმა მიიღოს სიანი, ამიტომ სარისკოა და დიდი ალბათობითო სუროგად დედას ავიყვანთო, ესე განაცხადეს. დღეს რომ მკითხო, ვინ არის რომელიც წყვილი მოგწონს? ვიტყვი რა თქმა უნდა სელინას და ბენის. იმიტომ რომ მათ ინტერვიუებს ხშირად უსმენ. ნუ ბენიზე ბევრი ცუდი რაღაც ჭორი დადის, იმიტომ რომ მისი შვილის რაღაც ვიდეოები და სადაც ბავშვი ტუალეტში იყო თუ რაღაც, ანუ ცოტა ისეთი შეუფერებელი და შეუხამებელი კონტენტის დაატვირთა TikTok-ზე. რამაც გამოიწვია ჭორები, რომ ეს ბავშვი რა დააშავაო ესე რომ უღეფო, რა დააშავა ესეთ რაღაცებს რომ ეუბნებიო, რატო უტვირთავ ამასო სირცხვილიაო, აქ ბევრი პედოფილიაო, ასე შემდეგ, მაგრამ უნდა აღვნიშნო ის, რომ სელინას და ბენის აქვთ საკმაოდ უჩვეულო იუმორი. შავი იუმორი და ცოტა ისეთი გადახრებით იუმორი. ამიტომ ერთმანეთი იპოვეს. მინდა აღვნიშნო და რავი, ბედნიერები არიან. მათი ფოტოსესია მომეწონა 10-დან 10. ძალიან საყვარლები არიან. და ვფიქრობ, რომ ბედნიერი წყვილი უნდა იყოს ესეთი. არ ვიცი რატომ, მაგრამ აი წარმოიდგინეთ, ბენი ყოველ დილით სელინას უკეთებს საჭმელს, უმზადებს და პატარა საყვარელ წარწერებს უტოვებს თავთან. როცა სელინას ძინავს. ანუ მათ ხო დატვირთული გრაფიკი აქვს და ამასაც ახერხებს. საყვარლები არიან, თქვა არ ვიცი. ეხლა რახან მე ამაზე კარგს ვამბობ. თქვენ მეცემი და მეტყვით რომ ესე იგი ჯასტინი და ჰელი არიან ცუდები, ხო? ცოტა რთული პერიოდი აქვს ამათთან განსხვავებით, იმიტომ რომ იქ
ჰეილი ძალიან აქტიურობს, კარგად მიყავს ურთიერთობა და ინარჩუნებს ურთიერთობას, თუმცა ჯასტინის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რაც ეხლა მას ჭირს PDD-ის გამო, საკმაოდ რთულია და ალბათ დამეთანხმებით, რომ მაგ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ატანაც საკმაოდ რთული იქნება. ამიტომ მათ დრო ჭირდებათ, ჩემი აზრით, მათ დრო ჭირდებათ და უფრო განვითარდება მათი ურთიერთობა დადებითი კუთხით. ეს იყო ჩემი დღევანდელი ვიდეო. დღეს ნაკლები შეცდომა დავუშვი საუბრის დროს. ვაუ! აუ რო არ გიცნობთ, აი საერთოდ რო არ გიცნობთ და კომენტარებში რო კარგ რაღაცებს მიწერთ. ანუ come on. ვაკეთებ ჩემი სიამოვნებისთვის. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ინფორმაციის გავრცელება, ძალიან მიყვარს საუბარი, ბევრი ინფორმაციას ვფლობ. გადავწყვიტე რომ გაგიზიაროთ. იმედია მოგწონთ, იმედია კარგად გამომდის. და მადლობა ძალიან თბილი კომენტარებისთვის. ყველაზე მეტად მიყვარს ის, რომ ჩემს vlogs კაცები და ქალები თანაბრად უყურებენ. ანუ 50-50 ხართ. რანაირად